დიახ, რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში იკრიბებიან როგორც კურიერები, ასევე ტაქსის მძღოლები, რომლებიც სულ ცოტა ხანში დაიწყებენ მსვლელობას აეროპორტის მიმართულებით. აეროპორტის ტერიტორია კი იქნა სიმბოლურად არჩეული, რადგან როგორც აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები საუბრობენ, განსაკუთრებული მოთხოვნა ტაქსის მძღოლებზე სწორედ არის აეროპორტში და მას შემდეგ, რაც ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე მივლენ, იმ აპლიკაციას გათიშავენ, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ და ამით მათ სურთ ერთგვარი დისკომფორტი შექმნან და ამით ყურადღება მიიქცნენ როგორც მათი დამსაქმებელი კომპანიების, ასევე სახელმწიფოსი და სურთ რომ ამ დისკომფორტის შემდეგ კომპანიებმა მათი მოთხოვნების შესრულება დაიწყოს, რაც შეეხება მოთხოვნებს და მათ პრეტენზიებს, რაც ამ ადამიანებს გააჩნიათ, არის შემდეგი ისინი საუბრობენ იმ მაღალ პროცენტზე და დაბალ ტარიფებზე, რა პირობებშიც მუშაობა უწევთ, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მაშინ როდესაც იმდენად დაბალ ტარიფზე უწევთ მათ მუშაობა, კომპანია თითქმის 25%-ს ართმევს მათ და მაშინ როდესაც ავტომობილების მოვლა პატრონობაში, ისედაც საკმაოდ დიდი თანხები ეხარჯებათ საბოლოო ჯამში, როგორც ისინი ამბობენ, მიზერულ თანხაზე უწევთ მუშაობა და სწორედ ამის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ისინი დღეს ქუჩაში, ასევე საუბრობენ იმაზეც არაპროპორციულ და არათანაბარ დამოკიდებულებაზე, რაც სამომხმარებლო სფეროშია, უფრო კონკრეტულად კი ამბობენ, რომ არა სათანადო დამოკიდებულება აქვს კომპანიის წარმომადგენლებს, რადგან არიან ნაწილი მძღოლები, რომლებიც გარკვეულ პროცედურებს გავდიან იმის გამო, რომ ამ მიმართულებით დაიწყონ მუშაობა, თუმცა ზოგიერთი მოქალაქე საუბრობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, უმარტივესად იღებენ მონაწილეობას და აგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით და ამ არაპროპორციული დამოკიდებულების გამო ისინი სახელმწიფოს ჩართულობასაც მოითხოვენ, რომ რეგულაციები იქნას გატარებული და დააკვირდნენ, გააკონტროლონ თუ ვინ რა ეტაპების გავლა უწევთ იმისთვის, რომ სამომხმარებლო სფეროში დაიწყონ მუშაობა და ამიტომ სახელმწიფოს დახმარებას ითხოვენ სწორედ რეგულაციის კომისიების და ორგანიზაციების შექმნისთვის, რომელიც გააკონტროლებს იმ ვითარებას, რაც ახლა სამომხმარებლო სფეროშია. დაარეგულოს სამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოდინება და დასაქმება ამ სფეროში. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სადაც წარმოწამებთ ევროპულ ქვეყანაში, ეს იქნება ევროკავშირის თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში დარეგულირებულია ეს საკითხი. რა ნდობასაც ჩვენ გვიცხადებენ მომხმარებლები, ეს ნდობა იკარგება. უარგუმენტო დაბლოკილი მძღოლები ვართ და ეს უპირობო მოთხოვნა აბსოლუტურად ყველა მძღოლს მოეხსნას ბლოკი, იმიტომ რომ აბსოლუტურად მძღოლები იბლოკებიან არგუმენტის გარეშე. არგუმენტს ვერ გვიყენებს ეს კომპანია. არის უზარმაზარი პროცენტი, რა პროცენტი ჩვენ მუშაობთ, ძალიან მინიმალურ ტარიფებში დავდივართ და ვცდილობთ ეს ავტომობილები რაც ყავს, ზოგს ქირით ყავს, ზოგს საკუთრებაში ყავს, მაგრამ ავტომობილებს ჭირდება მოვლა, მორთხილება. არ გაჩერდება ეს აქციები. ვინაიდან ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვგავართ და სახელმწიფოსაც შეუძლია რაღაც რეგულაციები გაატაროს და ამასაც ჩვენ წინა იმებში ვთქვით, რომ მერიასთან შუადმავლობასაც ვაპირებთ, რომ რეგულაციები იყოს. შიშმა დაისადგურა უკვე აღარ არის ის დრო რა. ჩვეულებრივად მონებად ექცევიან კომპანიები 25%-იანი, როდესაც საკომისიო მიაქვს კეთილი ინებოს და ელემენტარულ მძღოლებს განუმარტოს, რის გამო ბლოკავს, რატო იბლოკებიან და რა დააშავეს, ხო? მძღოლის არის ყველა ვალდებულება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების გამართვა, მათ შორის საწვავის ხარჯები, ყველანაირი ინტერნეტის ხარჯები, ნებისმიერი საკომუნიკაციო დონე, ყველაფერი არის მძღოლის. აპლიკაცია არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის და მიაქვს 25%. 4 ლარა და 5 ლარა და 4 და 5 ადამიანი გადაადგილება და მე მგონი ავტობუსის ფასი არის და ეს შეუძლებელია. აქციის მონაწილეები სულ ცოტა ხანში დაიძრებიან მსვლელობით უკვე აეროპორტის მიმართულებით და პროტესტის ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოითხოვენ მათი მოთხოვნების შესრულებას და იმ შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, თუ კომპანია მაინც არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, ისინი სხვა პროტესტის ფორმასაც მიმართავენ, მაგალითად საუბრობენ იმაზეც, რომ პიკის საათში აპირებენ, რომ სრულად გათიშონ მათი აპლიკაციები და ესე ეცადონ მათი პროტესტის გამოხატვას და დაფიქსირებას იმ შემთხვევაში, თუ კომპანია და სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს. მადლობა დიანა ჩირგაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.